მოგესალმებით, ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადუასთან ერთად. ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულზე იმობშობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოშიც საშობაო მსახურება მიმდინარეობს პროტესტანტულ და კათოლიკურ ტაძრებში შობის დადგომას აღნიშნავენ ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაულს ეიმობენ ევანგელურ ლუთერულ ეკლესიაშიც მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჯერჯერობით დე იურე საქართველოს პრეზიდენტია, ცდილობს, რომ ოპოზიცია სათავეში ჩაუდგეს და გარედან მიღებული დავალებები შეასრულოს. ერთ-ერთი დავალება, რაც მას აქვს, ძალიან მრავალრიცხოვანი და ჭრელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და ვერ გააერთიანა. ყველას აქვს ოპოზიციური სპექტრში თავისი მისწრაფება, თავისი ამბიცია, ყველას უნდა რომ ლიდერი იყოს და ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. 4 დღეში, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას დე იურე ეს იარაღი გამოიცლება ხელიდან. ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, განაცხადა ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, დაპირისპირებული ოპოზიციიდან სხვადასხვა სცენარს შესთავაზებენ საზოგადოებას, თუმცა არც ერთი მათგანი იმუშავებს. ისინი რაიმე ღირებულებებს ვერ შესთავაზებენ საზოგადოებას. ერთადერთი რის გარშემო ისინი ერთიანდებიან, ეს არის, რომ ხელისუფლება შეცვალონ ძალისმიერი მეთოდებით. ამას ისინი ვერ ახერხებენ, ამას ყველაფერს სჭირდება ხალხი, რომელსაც არ სჯერა ხელისუფლების, თუმცა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ხალხს სჯერა ხელისუფლების, რომელიც აირჩია და მისცა მანდატი, განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მისი თქმით, პროტესტი, რომელიც აქვთ, არის გულწრფელი, ეს არის კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული აქცია და მას პატრიოტიზმთან არაფერი აკავშირებს. ეკა სეფაშვილის განცხადებით, რადიკალებმა ვერაფრით ვერ დაადასტურეს, რომ არჩევნები გაყალბდა და მათ სიცრუეზე პასუხი იყო ეუთო ოდირის დასკვნა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა ოპოზიციის სპეკულაციებს. ეკა სეფაშვილის განცხადებით, რადიკალების მიზანი ყველასთვის ნათელია და ეს მაკ-კეინის ინსტიტუტმაც დაწერა, რომ მათ სჭირდებათ მსხვერპლი. ხელისუფლების ძალისმიერი გადატრიალების გზა მათი მომხრებისთვის კი არის მიუღებელი, განაცხადა ეკა სეფაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი დგას მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს. სამწუხარების შამს ჩვენ ვდგავართ მძიმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით და უთანაგრძობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და დაზარალებულებს. თქვენო აღმატებულებავ ნება მიბოძეთ და გიდასტუროთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის წუხარებას და გიცხადებთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში, აღნიშნულია წერილში. რადიკალები ვერ ხედავენ ქართული ოცნების მილიონნახევარ ამორჩევას თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამ რაოდენობის ამორჩევას არც ისინი და არც მათი საერთაშორისო აგენტოკრატი პატრონები უბრალოდ არ იმჩნევენ, თითქოს არ არსებობენ, განაცხადა მედიასთან ხალხის ძალის წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, 100 და 200,000 ადამიანი არ დგას ოპოზიციის აქციებზე, არამედ ისინი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხან ბებიების მარს უერთდებიან და ხან ბაბუების. ამ დროს ჩვენ ქართული ოცნების მილიონნახევარი ამორჩეველი ვარსებობთ და რადიკალებისგან განსხვავებით პასუხისგებლობის უდიდესი გზნობა და თვითცენზურა გვაქვს. რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო მოწოდება საპირისპირო მარშებსა თუ კონტრაქციებთან დაკავშირებით, გვესმოდა, რომ ეს ყველაფერი მათ ინტერესებში შედიოდა, რადგან ცდილობდნენ საზოგადოება როგორმე გამოეწვიათ და როგორმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მieყვანათ სიტუაცია. სიტუაცია კი არ არის ისეთი მწვავე, როგორცაც მან საერთაშორისო არენაზე ხატავენ. არანაირი 100 და 200,000 ადამიანი არ დგას აქციებზე. ისინი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხან ბებიების მარს უერთდებიან და ხან ბაბუების, აღნიშნა დავით ქართველიშვილმა. ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობა საქართველოში უნდა დასრულდეს, განაცხადა პარლამენტის წევრმა გურამ აჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მამუკა მდინარეძეს ოპოზიციონერი აქტივისტი ნანა დიხამინჯია სიტყვიერად უპირისპირდება. ამერიკელებმა ეს ამერიკაში დაასრულეს და საქართველოშიც დაასრულა ქართველმა ხალხმა, მათ შორის 26 ოქტომბერს, მაგრამ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. უნდა გასამართლეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოისვენოს, აღნიშნავს მაჭარაშვილი. ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივან საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მამუკა მდინარეძეს ოპოზიციონერი აქტივისტი ნანა დიხამინჯია სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომლის სამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
მთავარი არხის დირექტორმა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა დარეგისტრიროს ცვლილება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძე ამ ცვლილებას გიორგი გაბუნიას მიერ და ამხუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილი საფუძველზე ითხოვს. მთავარი არხი დატოვა ნანუკა ჟორჟოლიანმა. არხზე სავარაუდოდ აღარ გავა ლელა წურწუმიას გადაცემაც. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ეუთო ოდირის რეკომენდაციების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესის ჩატარებაზე. განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მრატი იონათამიშვილმა. ჩვენ არაერთხელ გამოთქვით ამის მზადყოფნა, რომ ამ საკითხებზე სამუშაო პროცესი გვექნება, ამიტომ ვინც დღეს ემიჯნება ამ პროცესს და არ უნდა ამ რეალობის აღიარება, ის რასაკვირველია პოლიტიკურ ფარაკირს უუტარებს საკუთარ თავსაც და ამბიციებსაც. პროცესი გაგრძელდება, ჩვენ გვექნება მსჯელობები რეკომენდაციების შესრულებაზე და რა თქმა უნდა თითოეული საკითხის ირგვლივ გვექნება შესაბამისი დისკუსია, განაცხადა იონათამიშვილმა. ცნობისთვის ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნის შემდეგ ახალ არჩევნებზე საუბარი სულ უფრო მეტ ადამიანს უჭერს. ამ კუთხით ტონი შერბილდა და ახლა ხელისუფლებას ეუთო ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. მართველი გუნდი მზადაა მუშაობისთვის და გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომლებიც სამართლებრივ არგუმენტებზეა დაფუძნებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ, რაც მართველი გუნდისთვის კანცვას ტრენინგების პრაქტიკული განხორციელების მორიგი მაგალითია. მათი თქმით, პროტესტის მონაწილეები კონკრეტულ გეგმას და წინასწარ დაწერილ სცენას მიჰყვებიან. ცოცხალი ჯაჭვის ტაქტიკაზე კანვასის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე იყო საუბარი. ტრენინგებზე ასევე საუბარი იყო პროცესში სტუდენტების მონაწილეობაზეც. საპროცედურო საკითხი და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, წლებია რადიკალები ემზადებიან რევოლუციისთვის, რაც არ გამოსდით. წლებია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ემზადება რევოლუციური სცენარებისთვის, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ისინი საწადელს ვერ აღწევენ საქართველოში. ამიტომ მუდმივად მათ დღის წესრიგში არის რევოლუციური სცენარებით სიტუაციის განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ კარგად გვახსოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღძრული საქმე, სადაც პირდაპირ ჩანდა უცხოელი ტრენერები, როგორც ცდილობენ გადაეცათ სპეციფიკური ცოდნა ქართველი ახალგაზრდებისთვის, რევოლუციური პროტესტის და ძალადობრივი პროტესტის მოწყობისთვის, განაცხადა დავით მათიკაშვილმა. რადიკალური ჯგუფებისთვის კანვასის ტრენინგები არის სინამდვილეში კონსტიტუცია, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მრატი იონათამიშვილმა. რადიკალური ჯგუფები მუდმივად ტრიალებენ მაკეინის ინსტიტუტის დასკვნასა და მსგავს ტრენინგებს შორის მათ მეტი თვალსაჩინო არ გააჩნიათ, ამიტომ ყალბია, როდესაც საუბრობენ რაღაცის თვითორგანიზებაზე. აღნიშნა მრატი იონათამიშვილმა, საპროტესტო აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ, რაც მართველი გუნდისთვის კანვასის ტრენინგების პრაქტიკული განხორციელების მორიგი მაგალითია. ცოცხალი ჯაჭვის ტაქტიკაზე კანვასის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე იყო საუბარი. ტრენინგებზე ასევე საუბარი იყო პროცესის სტუდენტების მონაწილეობაზეც. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება და ამბობს, რომ ნანა დიხამინჯიამ თავისი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაამახსოვრა. რადგან მეც მახსენა კი ბატონო უპასუხებ, ნანა დიხამინჯიამ თავისი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართულ დემოკრატიულობით დაგვამახსოვრა. თავისი თავი, რატომ გქონია, რომ სადმე კარგ შტაბ-ჭრილებას ტოვებს მართლა მიკვირს, შეიძლება ის ნაცებს და LGBT აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი ფაქტია, მხოლოდ არაქართული გეგმებისა და აგენტურული ნაცპარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან. დღეს კი უდაოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდეთ თავისივე პოსტში თავს იმართლებდა შემკვეთებთან, წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება, სადაც ის მდინარაძეს მოუწოდებს. მარიამ ლაშხს კითხავს, თუ ვინ არის და რა გაუკეთებია. ლაშხის განცხადებით, რაც დრო გადის, უფრო კარგად გამოჩნდა, რომ დიხამინჯია კლასიკური აგენტი და LGBT პროპაგანდისტია, რომელიც ქვეყნის გარეთ ყოველი გასვლის შემდეგ დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან. ამ ვიდეოში ამბობს მარიამ ლაშხს, კითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო. სტეამ ინიციატივების გულშემატკივრის, რომელსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის, კარგად გამოაჩინე თავისი სახე, კლასიკური აგენტი და LGBT პროპაგანდისტია. ნახევარდროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს, დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან. როგორია არაქართული ინძურია აგენტ მეზობელს, რომელიც ახვედრებენ ადამიანს, წერს მარიამ ლაშხის სოციალურ ქსელში.
დედაქალაქის მერის კახაკალაძის განცხადებით მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, უპრეცედენტოდ გაზრდილია, როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხლომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის მოცულობა 2,455,000 ლარს შეადგენს. გუშინ საკრებულოში ჰქონდა შეკრება, სადაც თბილისის მოსახლეობა ჩაუვარეთ ანგარიში, თუ რა გაკეთდა 2024 წელს, რა პროექტები განვახორციელეთ. ეს წელი შთამბეჭდავი იყო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ. ვხედავთ და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ რჩება ქალაქში და მაქსიმალურად ვცდილობთ. შესაბამისად ვუპასუხოთ მათ მზადვართ ღირსეულად ვემსახუროთ თბილისს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად დავძლიოთ. მინდა საკრებულოს თითოეულ წელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადო. გუშინ დამტკიცა დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობა 2,455,000 ლარია. 2017 წელს, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მერად ამირჩია, 2018 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონ ლარზე მეტი იყო. 2025 წლის ბიუჯეტიც მიმართულია პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე, რაც ქალაქს კიდევ უფრო განავითარებს და ამშვენებს და კომფორტულს გახდის. მომავალ წელსაც განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს დაეთმობა, აღნიშნა თბილისის მერმა. კახაკალაძემ მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს. მინდა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ცენტრალური ხელისუფლების ხარდამჭერას, რაც გვაძლევდა და გვაძლევს საშუალებას ყოველწლიურად მეტი გაკეთდეს ამ ქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის. მადლობას ვუხდი ამ მხარდამჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს. 2025 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის შექმნის, მეტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მეტად კეთილმოწყობილი სივრცეებისა და ყველა იმ ადამიანის თანამდგომის წელი, რომელსაც განსაკუთრებით დაჭირდება მუნიციპალიტეტის მხარდამჭერა. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ქალაქს, თბილისის მთავრობას და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს ამ საქმიანობაში. შეიძლება ყოველდღიურად მე უფრო მეტად ვჩანვარ საზოგადოებაში, მაგრამ ჩემს უკან 32,000-მდე ადამიანი დგას, ვინც დედაქალაქს და მის მცხოვრებლებს ერთგულად ემსახურება, განაცხადა კახაკალაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გამოიკითხა. მოწმემ ტელეკომპანია იმედის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ სხდომას, სადაც იმედისთვის ლიცენზიის შეჩერება გადაწყდა, ესწრებოდნენ კომისიის წევრები. მისივე თქმით, პროცესში ჩართული იყო მურთაზ ზოდელავა. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორპირს ბრალდება წარუდგინა ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით სოციალურ ქსელ Facebook-ში სპეციალურად შექმნილი ყალბი გვერდის გამოყენებით საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციასთან დაკავშირებით სარეკლამო განცხადებები განათავსებს. შემდეგ კი პროდუქციის შეძენის სურვილ პირებს თითქოს და გასაყიდი ნივთების საფასურის თანხა წინასწარ გადაახდევინეს, ხოლო მათ მიერ შეძენილი პროდუქცია არ მიაწოდეს. აღნიშნული ქმედებით 17 დაზარალებულს ჯამში 15,610 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ორივე პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც სასჯელის სახით და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულთა გამოვლენის და დანაშაულის გამოაშკარავების მიზნით, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის განზრახ-კვლელობის ცდელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნული დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის ექვეპუნქტით განზრახ-კვლელობის ცდელობა ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 დეკემბერს თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მკვლელობის ცდელობა ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულია გავრცელებული ინფორმაციაში. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ.
რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის $5 მილიონი დახარჯა უკრაინელ ინფლუენსერებზე. რენდ პოლმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული ხარჯი 2024 წელს სენატორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა კიევს უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან $174 მილიარდი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწიეს. ვიღაც ფიქრობდა, რომ ბრწყინვალე იდეა იყო დამატებით $4,800 მილიონი გადაყრა უკრაინის საზოგადოებრივ საქმეთა გავლენის შტაბისთვის. რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა ვატიკანში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ქადაგების დროს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის ილოცა ინფორმაციას რეუტერსი ავრცელებს. წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ქადაგებისას რომის პაპმა მორწმუნეებს მიმართა დაეშეწყდეს იარაღის ხმა და ჟღარუნი უკრაინაში. მან ასევე მხარეებს მოუწოდა დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად, როგორც სააგენტო აღნიშნავს, ფრანცისკე პირველი, რომელიც 2013 წლიდანაა რომის პაპი, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, რომ წელს მან ქვეყანას თეთრი დროშის პრინციპის გამოყენება და ომის დასრულებისთვის რუსეთთან მოლაპარაკება შესთავაზა. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლმა ერთ-ერთმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. სანამ ჩვენი ქვეყნების შობას ეიმობენ, კრემლინ გრევას ირჩევს მიზანში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას იღებს და რაკეტით მოლდოვის საჰაერო სივრცეს არღვევს. ეს არის მოქმედებები, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არღვევს. მოლდოვა გმობს ამას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, დაწერა სანდუმ. ცნობისთვის გამთენიისას რუსეთმა მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინაზე. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, კრემლმა უკრაინას 70-ზე მეტი რაკეტითა და 100-ზე მეტი დრონით დაბომბა. ასეთი იყო საინფორმაციო გამოშვება, მეკიდროებით, ხემშვიდობებით, თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე. მადლობთ, რომ გვიყურებთ.